ნახავთ მთავარი პროკურორის პირველი სამუშაო დღე არჩილ კბილაშვილმა ამ რანში დღეს პირველად მიიწვია ჟურნალისტები და პირველი პრესკონფერენცია გამართა, მათ შორის იყო ჩემი კოლეგა იმედა დარსალიაც, ის ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. იმედა, მოგესალმებით. დღეს პირველი სამუშაო დღე ჰქონდა ნამდვილად არჩილ კბილაშვილს, რომელიც ჟურნალისტების წინაშე წარსდგა როგორც ახალი მთავარი პროკურორი. პირველი რაც მან ჟურნალისტებს გითხრა, ეს არის რომ ტოვებს პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს რიგებს, რადგან კანონის თანახმად მას არ შეუძლია იყოს პარტიული. ამას დღესვე გააკეთებს. რაც შეეხება მთავარ განცხადებას, მან დაიწყო უკვე საკადრო ცვლილებები, ის აპირებს სერიოზულ საკადრო ცვლილებებს და ამისათვის ორკვირიან ტაიმ-აუტს აიღებს საზოგადოების და ჟურნალისტების წინაშე. ჩვენ შეგვიძლია ამასთან დაკავშირებით თავად არჩილ კბილაშვილს მოვუსმინოთ. უნდა განხორციელდეს პროკურატურაში საკადრო ცვლილებები, მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები. მე არაერთის მithქვამ საჯარო განცხადებაში და ახლაც გავემეორებ, რომ მოხდება ცენტრალურ აპარატში არსებული სტრუქტურული ერთეულების ზედა დონის ხელმძღვანელების, მათი მოადგილეების შეცვლა როგორც სტრატეგიის ნაწილი, საოლქო პროკურორების და თბილისის პროკურორის შეცვლა და მისი მოადგილის როგორც სტრატეგიის ნაწილი, ხოლო რაიონულ დონეზე პროკურორების თანამდებობაზე ყოფნის საკითხს განვიხილავთ ინდივიდუალურ რეჟიმში. დღესვე მან მიმართა პროკურორებს, ვისაც მიმდინარე საქმეები აქვთ სასამართლოებში. გავალებ ყველა არსებულ პროკურორს, რომ საქმის არსებითი განხილვა, რომელიც დანიშნულია საერთო სასამართლოში, გადადონ შეაჩერონ 2 კვირის განმავლობაში. ეს ეხება განაჩენის გამოტანის, ასე ვთქვათ, არ დაშვებას და მიზანი არის შემდეგი. ჩვენ არაერთის განგვიცხადებია, რომ ვაპირებთ უკანონო განაჩენების გადასინჯვას, რაც ნიშნავს იმას, რომ წლების წინ თუ კი პირი უკანონოდ იქნა მშავრდებული, მას მიეცემა შესაძლებლობა, რომ მისი განცხადების საფუძველზე მისი მშავრდების საკითხი გადაისინჯოს. მაგრამ ეხლა ამ წუთში ამ საკითხზე არ ვსაუბრობ, ვამბობ იმაზე, რომ დღეს აი მიმდინარე რეჟიმში არ შეიძლება, რომ სასამართლომ დამნაშავე ცნოს პირი, რომელსაც 3-4 რომლის მიმართაც თქვა საქმის წარმოება 3-4 თვის წინ დაიწყო, თქვა და დღეს არსებითი განხილვის რეჟიმში არის ეს და სავარაუდოდ იგივე ხელწერით ხასიათდება ბრალდება, რომელიც საერთო ჯამში ჩვენს მიერ დაგმობილი არის. ამიტომ 2 კვირის განმავლობაში, როდესაც მოხდება არსებითი განხილვების შეჩერება, მე მოგახსენეთ, რომ პირველი კვირის განმავლობაში განახლდება მთლიანად პროკურატურა, ხოლო მეორე კვირას ჩვენ დაუთმობთ უკვე განახლებული პროკურორები, ახალი, ასე ვთქვათ, კადრები ხელახლა გადახედავენ იმ ბრალდებებს, რაც წარდგენილი არის ამა თუ იმ ბრალდებულის მიმართ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. არჩილ კბილაშვილმა დღეს პროკურატურის სისტემაში მუშაობის დაწყების მსურველებსაც მიმართა, ვისაც სურვილი აქვს ამ სისტემაში იმუშაოს, მათ შეუძლიათ გაგზავნონ პირადი ინფორმაცია პროკურატურის მეილზე. ასევე მან მიმართა ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერ დროს, ნებისმიერ პერიოდში დაზარალდნენ, რომ შეიტანონ მათ განცხადება მთავარ პროკურატურაში. დიდი მადლობა იმედა დარსალია საუბრობდა პირდაპირ ეთერში.